პოლიტიკოსები არიან ციხეში და მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, დიახ. მე სულ მინდოდა თქვენთან საუბარი და მინდოდა მეკითხა. აი თქვენი შეფასებით, რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ტყვეების დამატება კიდევ, იმიტომ რომ მას ისედაც ყავდა პოლიტიკური ტყვეები, ხო? ახალგაზრდების სინდისის პატიმრებს ვისაც ვეძახით და ახლა უკვე დაამატა კიდევ ოპოზიციონერები და ვინ იცის, შეიძლება ხელმეორე ბრალი წაუყენონ პროკურატურაში გადაგზავნილია ამ კომისიაზე მისვლა არ მისვლის გამო, უბრალოდ არ მისვლის გამო. გახარიას რომელზეც აი ამ საუბრობდით ასევე 15-20 წლიანი მუხლი ემუქრება თუ ჩამოვა ან არ ჩამოვა, მოკლედ არც მას აქვს კარგად საქმე. რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს თქვენი აზრით ეს ყველაფერი? რას ამზადებს? რისთვის სამზადებს ნიადაგს? სავაჭროთ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ველსასუფთავებს თუ აი რა შეიძლება იყოს? ივანიშვილის გეგმა ბევრისთვის ცნობილია და ახლა კი არ ხდება რეალურად ეს ცნობილი, არამედ რა გითხრათ, ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ ამ სტუდიაში, სტუდიის მიღმაც. მე წლები ავსაუბრობ ამაზე, რომ ივანიშვილი მიზანმიმართულად მიდის ერთი გზით, რომ საქართველოს სრული ჩამოშორება მოხდეს დასავლური ვექტორიდან, ეს უკვე მოხდა. მეორე, რომ საქართველოში გაუქმდეს ყველაფერი, რამაც შეიძლება ოდნავ მაინც დემოკრატიულობის სამართლიანი გარემოს განწყობა შექმნას და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, რუსეთზე ჩამოკიდება, კრემლზე ჩამოკიდება, რაც მიზნად ისახავს ორ რამეს. პირველი, რომ მან შეძლოს გავლენის შენარჩუნება და მოპარულის შენარჩუნება აგრეთვე, ნადავლის შენარჩუნება, მან და მისმა გუნდმა. ეს ამოცანა ჯერჯერობით ივანიშვილმა შეასრულა, უნდა ვთქვათ. რატომ სჭირდება მას? ჩამოშორების ნაწილში ამბობთ თუ ნადავლის შენარჩუნების, იმიტომ რომ ამ ნადავლზე როგორც არის მოარული ხმები და ამაზე საუბრობენ კოლეგა ოპოზიციონერები თქვენი და შიგნით დიდი არეულობა და დაპირისპირება და არ ვიცი რამდენად ხარ თქვენ საქმის კურსში, ამაზეც მინდა მოვისმინო თქვენი. რაც შეეხება ამ დაპირისპირებას, გეტყვით რომ მან და მაინც დიდი მნიშვნელობის ის არ არის, სჭირდება რეჟიმს ყოველთვის, რომ მოხდეს გარკვეულწილად განახლება საზოგადოებას, მის ამომრჩეველს და სხვას ასევე აჩვენოს, რომ ის დინამიკურ პროცესშია. ამ შემთხვევაში ამ პროცესის ნაწილია, მე ეს რამდენიმე თვის წინ ვთქვი, კობახიძე გამოაცხადებს მეთქი ბრძოლას კორუფციასთან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის ის, არამედ ნიშნავს იმას, რომ უნდა შეიცვალოს კლანის ერთი ნაწილი მეორე ნაწილით, უფრო მისთვის სანდო და სხვა ფიგურები. როგორც ჩანს, ჩემი დაკვირვებით, კობახიძე ახერხებს ჯერჯერობით იმას, რომ მან მოიპოვოს ივანიშვილის შემდეგ სრულად მმართველობის უფლება, ის გახდეს ბიძინა მეორე თუ ბიძინა ორი საქართველოში. ყველამ ვიცით, რომ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ჯერ კიდევ გარკვეულად ბრძოლა, ვინ იქნება ივანიშვილის შემდეგ. ივანიშვილი არ არის. ეს რუსების ხელდასხმით ხდება თუ ივანიშვილის ნება? ამ ბრძოლაში, ამ ეტაპზე გამარჯვებული კობახიძე იმიტომ კი არ არის, რომ ის პრემიერ-მინისტრია. პრემიერი ბევრი გვახსოვს, ვისაც კვირაში რამდენი დღე იყო, არ ეკითხებოდნენ. აი კობახიძეს იმადგან განსხვავებით, სხვადასხვა მიზეზის გამო დღეს აქვს აშკარა უპირატესობა, როგორ იყენებს ის ამ უპირატესობას. ეს ცალკე ამბავია, რა თქმა უნდა, ბოროტად, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია არის ფეხქვეშ გათელილი. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ელენეს შიმშილობაზე, თუ პოლიტპატიმრებზე ციხეში, თუ სხვა 1000 უბედურებაზე, ერთი რამ არ გამოგვჩეს და არ დაგვავიწყდეს. საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს არსებული კონსტიტუცია, რომლის ფუნდამენტური ნორმები დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასთან და სამართლებრივ სახელმწიფოსთან, ასევე სოციალურ სფეროსთან არის ფეხქვეშ გათელილი. უბრალოდ აღარ გვაქვს გაუქმებული, ამიტომაც მე უნდა გითხრათ, რომ პოლიტპატიმრები იქ კი არ უნდა იყვნენ, ციხეში ესენი უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ისინი უხეშად, უტიფრად არღვევენ საქართველოს უმთავრეს კანონს, კონსტიტუციას. ასე რომ მათ მოუწევთ, ეს შემიძლია ზუსტად თქვა,
დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს და გამოძიების პირობებში წარდგნენ სასამართლოს წინაშე და გასცენ კითხვას პასუხი, რატომ დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია და რატომ ჩამოაშორეს საქართველოს ნორმალურობის პერსპექტივას ასე უტიფრად, და რატომ გათელეს ასე ფეხქვეშ მართლაც ადამიანის უფლებები და ამხელა ზიანი მიაყენეს კონკრეტულად ადამიანებს. კობახიძეზე მინდოდა დაზუსტება წეღან ჩაგეკითხეთ, არ ვიცი გაიგეთ თუ არა. ანუ კობახიძის გაძლიერება, ბიძინა ივანიშვილი 2, როგორც თქვენ ამას ამბობთ, ეს არის რუსეთის ხელშეწყობით ხდება, მათი ნებასურვილი არის ასეთი, თუ ივანიშვილის გეგმის ნაწილია ესეც? კი, მადლობა რომ დააზუსტეთ. აი ვნახოთ რა ხდება ახლა ჩვენს რეგიონში, ესეც ორი სიტყვით. თქვენ წარმოიდგინეთ, არა მხოლოდ სომხეთი ასე სწრაფად დისტანცირდება კრემლისგან, ასე სწრაფად, ასე წარმატებით, ასე შესაშურად პირდაპირ ვიტყვი. არამედ აზერბაიჯანი ორი სხვადასხვა პოლიტიკური რეჟიმია, მაგრამ ერთი ამოცანაა. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ჩვენ ამ მავნებელი რეჟიმის გამო ვართ არაუბრალოდ მიბმული კრემლზე, არამედ ვართ სამარცხვინო მდგომარეობაში. შესაბამისად, არც ერთი გადაწყვეტილება, ჩემი დაკვირვებით, ჩემი რწმენით, არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოში არ მიიღება კრემლთან გარკვეული კონსულტაციების, ყოველ შემთხვევაში, მათი ნებასურვილის გაუთვალისწინებლად და მით უფრო გადაწყვეტილება ვინ იქნება ივანიშვილის შემცვლელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკვე შეთანხმებულიცაა და ისე რომ კაცმა რომ თქვას, რატომაც არა, კრემლში საკმარისად შეიძლება მოსწონდეთ ამ ტიპის ფიგურა, როგორც კობახიძეა, ცივსისხლიანი ადამიანი, დაცლილია სენტიმენტებისგან, ივანიშვილს გარკვეული სენტიმენტები მაინც აქვს, ეს უნდა ვთქვა, სენტიმენტები როცა ადამიანს აქვს, ნიშნავს რომ რაღაც კიდევ იქ შეიძლება, რაღაც ერთი წერტილი მაინც მოუძებნო ადამიანურობის და გააღვივო და რაღაც მაინც მოხდეს. აქ ამას მე ვერ ვხედავ და ეს იქნება ბრძოლა კორუფციასთან. თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ბრძოლას, მომავალს, ეს არის პირდაპირ ჩემთვის კრემლის გეგმის ნაწილი და არაფერი სხვა. შესაბამისად, ახლა მოდით შეფასებიდან მაინც ვერ ვსაუბრობ, გამოსავალზე უნდა გადავიდეთ აუცილებლად, რა თქმა უნდა, რა დაახევინებს ბიძინა ივანიშვილს უკან თქვენი აზრით, იმიტომ რომ და ჩვენ ვნახეთ მრავალათასიანი აქციები, სანქციები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, თუმცა რამდენად საკმარისია ეს, ამაზეც თუ შეეხებით ამ საკითხს, ესე ძალიან საინტერესოა და თქვენი ხედვა, აი რა არის ის, რაც დაახევინებს ივანიშვილს უკან ახლა? დიახ, ასეა, აქციებიც ვნახეთ, სანქციებიც არც ერთია საკმარისი და არც მეორე. დავიწყებდი მოდით სანქციებით. სანქციებს ვარქმევთ, თორემ გასაგებია რომ იქ ბევრი რამ იგულისხმება. რა თქმა უნდა, იმაჩნია რომ არა სათანადო, არა საკმარისია დასავლეთის მხრიდან ამ რეჟიმზე ზეწოლა და არა დროული იმავე დროს. განცხადებები მხოლოდ ვერაფერს შველის და თუ კი ქალბატონი კალასი ჩადის ერევანში და ბაქოში და არ ჩამოდის აქ, ეს საკმარისი არ არის. არ ჩამოსვლა არ ყოფნის ამ რეჟიმს. რაც განაცხადია ძალიან მკვეთრი, რა თქმა უნდა, რომ უბრალოდ არ აღიარებენ, არ ცნობენ საერთოდ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის და აქ ჩვენ საჩვენოს კი არ ვამბობთ, ჩვენ საზოგადოების უმრავლესობა საქართველოსი, ვინც ჩავარდით ამ შავ დღეში, ვისაც წაგვერთვა კონსტიტუცია, უფლებები და ნორმალურობის პერსპექტივა რეჟიმის გამო, არამედ იქ უნდა გაიგონ ბრიუსელში და ვაშინგტონშიც, რომ ისინი კარგავენ ჩვენზე არა ნაკლებს, ისინი კარგავენ სინამდვილეში იმას, რომ საქართველოს სახით მათ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ეკნებათ ერთი დიდი რუსული კრემლის ნაღმი და თუ ამისთვის მზად არიან, მე საკუთარს დააბრალონ, რაც შეეხება აქციებს. და რაც შეეხება ზოგადად აქციების მუხტი, ჩემი დაკვირვებით, არა აქციებში მონაწილეთა გამო არის დაქვეითებული, არამედ იმიტომ და უპირველესად იმიტომ, რომ ივანიშვილმა ეს გასაგებია, რომ ივანიშვილმა წარმოუდგენლად კაბალური პირობები შექმნა
დააშინა საზოგადოება, მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ადამიანი ფინანსური სანქციები დაუწესდათ ჯარიმების სახით. აქციაზე არა მარტო სანქცია შეიძლება დაიმსახუროს, არამედ შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს. შეიძლება დაატერორონ ის ოჯახი და ყველა სხვა. ანუ წარმოუდგენელი ბელორუს-რუსეთის პირდაპირი რეჟიმი შექმნა უკვე აქ და ახლა, რა ქვია ამას, ავტორიტარიზმი ძალიან რბილად ნათქვამია. მაგრამ ამას ხელი შეაშველა სამწუხაროდ იმ პოლიტიკურმა ერთობამ, რომელმაც როგორც თავში ვთქვით, საუბრის ვერ გამოიტანა სწორი დასკვნები და მე არ შემიძლია აქ არ ვთქვა ის, რომ ჩვენ მაგალითს ქალბატონო ეკა, მაგალითს საუკეთესოს გვაძლევენ ის პოლიტპატიმრები, საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც თვეებია სხედან ამ სამარცხვინო რეჟიმის პირობებში, აი მაგალითად არ შემიძლია არ ვთქვა ერთი მაგალითი, ანდრო ჭიჭინაძის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მე ვიყავი სომხეთში შეკრებაზე და ეს რომ წავიკითხე პირდაპირ სიამაყით აღვივსე და ყველას იქ ვამცნე უცხოელს ადგილობრივს ეს ამბავი რომ ანდრო ჭიჭინაძე ამბობს იმ სახაზინო ადვოკატებთან დაკავშირებით გახსოვთ თქვენ ეს ამბავი რომ მე თავიდან კრიტიკულად განვეწყო, მაგრამ მე რომ ვნახე როგორ იქცეოდნენ მინდა ბოდიშიც მოვიხადო და მადლობას უთხრაო. აი ეს აკლიათ პოლიტიკოსებს, გესმით, ეს აკლიათ, ეს იმდენად მნიშვნელოვანია. თუ ამის გარეშე ნდობას ვერ მოიპოვებ, ეს ეხა მცირეა, რასაც ვამბობ და თუ გავშლით, ნიშნავს იმას, რომ შენ თუ არ ხარ თქვით კრიტიკული. კი ბატონო. და ჭაობიდან ვერ ამოხვალ. ხო, და ნდობას ვერასდროს ვერ მოიპოვებ. ბოლო კითხვას დავსვავ, ისე უნდა დაუბრუნდე დილემას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენად რჩება ეს დილემა, თუმცა მაინც ჯერჯერობით არიან პარტიები, ერთი რომელსაც გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია, თუმცა უფრო მონაწილეობისკენ იხრება, მეორე რომელიც ამბობს, რომ მონაწილეობას ვიღებ და დანარჩენები, რომლებიც ამბობენ რომ უარს ვამბობთ არჩევნებში, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზეო. რეალურად თქვენ როგორ უყურებთ ამას? ეს არის თანამშრომლობა თუ გავლენ ისინი, აღიარება, ლეგიტიმაცია რეჟიმის, აი რატომ არის დანარჩენი ოპოზიციისთვის მიუღებელი გასვლა ამ ადგილობრივ არჩევნებში? 2 წუთი გვაქვს და იქნებ ჩავეტივ. პირველი ეს არ არის არჩევნები, რაც ახლა უნდა ჩატარდეს საქართველოში. არაფერი საერთო კონსტიტუციით განსაზღვრულ არჩევნებთან ამას არ აქვს. ეს არის манипуляция ოცნების, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და მიიღოს ლეგიტიმაცია. თუ ამ манипуляციაში ვინმეს სურს მონაწილეობა მიიღოს, ეს მისი პასუხისმგებლობა, მისი ნება და მერე თავად აგოს პასუხი საზოგადოებასთან. იმ პარტიამ, იმ ხელმძღვანელმა და ყველა იმ პოლიტიკოსმა. მე ვიმაჩნია, რომ ეს არის ფიქცია, ეს არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული რამ, რასაც უნდა გავემიჯნოთ. რა გავაკეთოთ ამის პარალელურად, ამით დავასრულოთ თუ დარჩა ნახევარი წუთი, უმცირესი დარჩა დროც და შანსი. ფაქტობრივად არც დარჩა ეს დრო და არც შანსი, რომ მოხდეს საქართველოში ახალი ნდობით აღჭურვილი, რაც ნიშნავს უპირველესად ქალბატონო ეკა, კონკრეტულ პერსონალიებს, გესმით, ვის მიმართაც შეიძლება ნდობა იყოს. ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. თუნდაც 15 და ყველა პარტია ერთად შეიკრიბოს, წყლის ნაყვა იქნება, თუ არ გამოჩნდება 5-10 ნდობით აღჭურვილი სამართლიანი წესიერი გაუტეხელი ადამიანი. სალომე ზურაბიშვილი არ არის ასეთი? სალომე მისი ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანია? მნიშვნელოვან როლს პროცესში, მაგრამ ეს არის ერთი მნიშვნელოვანი როლი, მე ვხედავ და მჭირდება და საზოგადოებას ჩემი აზრით მჭირდება სულ სხვა, არაუბრალოდ ახალი, არამედ განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი ადამიანები. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ამ პირობებში შეასრულოს თავისი როლი საგარეო და სხვა ფრონტზე, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი ვულკანური გუნდი ვიტყოდი ასე, რომელიც არაუბრალოდ მუხტს შექმნის საზოგადოებაში, არამედ წალეკავს, ჩარეცხავს ამ რუსულ რეჟიმს და რაც მთავარია, შეძლებს რომ ამის შემდეგ ნაბიჯ
აი დაახლოებით ისე როგორც ამას პაშინიანი აკეთებს ახლა და კიდევ უკეთ გაატაროს რევოლუციური რეფორმები საქართველოში განათლების და ყველა სხვა სფეროში რომ ასეთ მამაძაღლობას აღარასდროს აღარ გქონდეს გასაქანი და ასპარეზი ქვეყანაში ეს შესაძლებელია ჯერ კიდევ და თქვენ წარმოიდგინეთ მე ერთხანს კიდევ არ ვაპირებ თქვენთან ეთერში მოსვლას პირდაპირ გეტყვით მაგრამ შესაძლებელია ახლა იმ მცირე მონაკვეთში ერთი თვე, ორი თვე და მერე შესაძლებლობა და შანსი დაიკეტება და მერე საკუთარ თავს დააბრალონ ამ და სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა